მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ საუბრის სივრცის ეთერში იმყოფებით, მე კი მისი წამყვანი ქრისტინე გახლავართ. დღეს მინდა ჩვენს გადაცემაში ვისაუბრო პატარა საბერძნეთზე, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს. ჩვენს რადიო გადაცემაში დღეს გპასუხობთ თემაზე, რომელიც გულთან ძალიან ახლოს გვაქვს, წალკის ბერძნული კულტურა და ეთნიკური თანაცხოვრება. წალკა, როგორც ვიცით, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე მუნიციპალიტეტია, რომელიც მრავალი ეთნიკური ჯგუფის, მათ შორის ბერძნული საზოგადოების დამკვიდრებისთვის იყო ცნობილი. ბერძნები აქ უკვე მრავალი თაობაა ცხოვრობენ, მათი ყოფა არ ყოფილა მარტივი. ისტორიულად ხშირად რთული პოლიტიკური პროცესების მსხვერპლი იყვნენ, თუმცა ისინი ყოველთვის ახერხებდნენ თავიანთი კულტურის შენარჩუნებას. ბერძნული კულტურა წალკაში გამოიხატება მრავალ სფეროში. ეს არის ტრადიციული სამოსი, საკვებურობა, ფესტივალები, მუსიკა, ცეკვები და ყოველდღიური ყოფის რიტუალები. მაგალითად, დღესაც საკმაოდ პოპულარულია ბერძნული ხალხური ცეკვები და სიმღერები, რომლებიც ხშირად შედიან ადგილობრივ წვეულებებში. გარდა ამისა, ადგილობრივ ბერძნებს აქვთ თავისი ტრადიციული კერძები, როგორიცაა სუფლაკი და ბაკალა, რომლებიც დღეს უკვე ზოგჯერ ადგილობრივ ქართულ კულტურაშიც გვხვდება. ერთ-ერთი საინტერესო ასპექტი, რაც წალკაში ბერძნულ კულტურას გამოარჩევს, არის მისი რელიგიური თანაცხოვრება. ბერძნები აქ ძირითადად მართლმადიდებლები არიან, ასე რომ მათი რელიგიური პრაქტიკები ნაწილობრივ ემთხვევა ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას. თუმცა მათ აქვთ თავისებური წესები და საეკლესიო დღესასწაულები, რომელთა დაცვას დიდ ყურადღებას აქცევენ. დღესდღეობით წალკაში ეთნიკური ბერძნების და ქართველების თანაცხოვრება საკმაოდ მშვიდობიანია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად რამდენიმე კონფლიქტი იყო, დღეს ისინი უფრო ხშირად გამოდიან კულტურული პროექტებით, ადგილობრივი ფესტივალებით და საერთო საქველმოქმედო აქტივობებით. მაგალითად, ადგილობრივ სკოლებში, კულტურის სახლებსა და გაერთიანებებში აქტიურად თანამშრომლობენ, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და ერთმანეთის კულტურის უკეთ გაცნობას. რაც საინტერესოა, ბერძნული დიასპორა წალკაში ყოველთვის აქტიურად იყო სასწავლო და განათლების სფეროში. მრავალი სკოლა აქ ბერძნული ენის გაკვეთილებს აწყობს, ასევე იბეჭდება ადგილობრივი ბერძნული ჟურნალები და გაზეთები, რომლებიც ახალგაზრდებს თავიანთ ეთნიკურ ფესვებთან და კულტურასთან აკავშირებს. ბერძნული კულტურის გავლენა დღეს უფრო ფართოა, ვიდრე შეიძლება გარედან წარმოვიდგინოთ. ეს აისახება ადგილობრივ სუფრებზე, საკვებურობაზე, მუსიკას და ხელოვნებაში. მაგალითად, ხშირად იმართება ბერძნული საღამოები, სადაც ახალგაზრდა თაობაც ჩაერთვება და ეს ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის გადაცემას. თუმცა, ეთნიკური მრავალფეროვნება წალკაში გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული. სოციალური ინტეგრაცია, ეკონომიკური შესაძლებლობები და ახალგაზრდების ქალაქში გადინება ეს საკითხები დღესაც აქტუალურია. ამიტომ ბერძნები და სხვა ეთნიკური ჯგუფები ცდილობენ თავიანთ კულტურულ ფასეულობებს არ გაემიჯნონ, არ დაივიწყონ, მაგრამ პარალელურად იყვნენ აქტიურები საერთო საზოგადოებაში. მოკლედ, წალკის მაგალითი კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება იყოს არა სირთული, არამედ ბიძგი ადგილობრივი საზოგადოების განვითარებისთვის. ბერძნული კულტურა აქ ისევე როგორც სხვა ეთნიკური მემკვიდრეობა არის ერთგვარი კავშირი წარსულსა და დღევანდელობას შორის. ესაა ის ძაფი, რომელიც აერთიანებს მოსახლეობას საერთო ინტერესებით, ფესტივალებით, განათლებით და ყოველდღიური ცხოვრების რიტმებით. დღევანდელ გადაცემაში ასევე მინდა ერთი პატარა რეკომენდაცია გაგაცნოთ. თუ რამე სწავლობთ ეთნიკური კულტურების შესახებ, არასდროს დაივიწყოთ, ცოცხალი კულტურა ხალხში ცხოვრობს. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს წესჩვეულებებსა თუ ურთიერთობებში, წალკაში ბერძნული კულტურა ამის ნათელი მაგალითია. როგორ შეიძლება ისტორია და ტრადიციები თანაარსებობდეს თანამედროვე ცხოვრებაში. წალკის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი გამოირჩევა მკაფიო ბერძნული იდენტობით. მაგალითად, სოფელი ქავთარაძე. ყოველთვის ცნობილი იყო ბერძნული ტრადიციებით. აქ არა მარტო ტრადიციული სამზარეულო, არამედ საცეკვაო კულტურაც განსაკუთრებულად არის განვითარებული. ყოველ ზაფხულს სოფლის მოსახლეობა აწყობს ბერძნულ საღამოს, სადაც თაობები ერთმანეთს ენაცვლებიან. უფროსები ახალგაზრდებს ასწავლიან ხალხურ სიმღერებს და ცეკვებს. სხვადასხვა ბერძნული ოჯახები წალკაში დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ სახელებს და ფესვებს. მაგალითად, ოჯახი კოსტოპოლოსები, რომლებიც ამ სოფელში მე-19 საუკუნიდან სახლობს, ცნობილია როგორც სოფლის შემოქმედებითი და განათლებული ოჯახი. კოსტოპოლოსების ბებია დღემდე ინახავს ოჯახურ კულინარიულ რეცეპტებს, რომლებიც მრავალ თაობას გადაეცა მათი ოჯახური სუფრიდან, სადაც ხშირად ეპატიჟებიან მეზობლებს და მეგობრებს. ერთგვარი კულტურული ცენტრია სოფლისთვის. სწორედ აქ გადაეცემა ბერძნულ სუფრაზე წესჩვეულებები, მუსიკა და მოლაპარაკებების მანერა.
კულტურული აქტივობები წალკაში მხოლოდ ოჯახებში არ მიმდინარეობს. ადგილობრივ კულტურის სახლში ყოველწლიურად ტარდება ბერძნული ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი არის ბერძნული ხელოვნება, ნამუშევრები, ხელნაკეთი ნაჭრები, ტრადიციული კოსტუმები და რა თქმა უნდა ბერძნული სამზარეულო. ეს ფესტივალი არა მარტო ბერძნებისთვის, არამედ ადგილობრივი ქართველებისთვისაც ხსნილია, რაც ხელს უწყობს კულტურულ ინტეგრაციას და ერთმანეთის უკეთ გაცნობას. ბერძნული ოჯახების ისტორიებს ხშირად თან ახლავს საოცარი ამბები ახალგაზრდებზე, რომლებიც განათლებას ქალაქში იღებენ, თუმცა ბრუნდებიან სოფელში. ეს არის ერთგვარი კულტურული მემკვიდრეობის გადაცემა. მაგალითად, მელასების ოჯახი, სადაც ბაბუა და ბებია აწარმოებდნენ პატარა ვენახს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ასწავლიდნენ ახალგაზრდებს ტრადიციულ გილდებს, დღესაც ცდილობენ ახალგაზრდების ჩართვას სოფლის კულტურულ აქტივობებში. ერთ-ერთი საინტერესო ასპექტი, რაც ნამდვილად ღირს აღნიშნავთ, არის ბერძნული ეკლესიური დღესასწაულები. წმინდა გიორგის დღე მაგალითად, წალკაში ითვლება არა მარტო ბერძნული, არამედ მთელი მსოფლიოს ერთობლივი დღესასწაულად. ადგილობრივები მზადებას აგრძელებენ მთელი კვირის განმავლობაში, აწყობენ სუფრებს, სტუმრებთან ერთად მღერიან და ცეკვავენ. და ეს დღესასწაული ერთი მხრივ რელიგიურია, მეორე მხრივ კი კულტურული ხიდია ქართველებისა და ბერძნებს შორის. ბერძნული კულტურის გავლენა ჩანს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ბევრ სოფლის ბაზარზე შეხვდებით ადგილობრივ ბერძნებს, რომლებიც ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, მაგალითად ბაქალა, სუფლაკი, ლაურუსი. ეს კერძები არ არის მხოლოდ საკვები, არამედ კულტურული ნიშანია, რომელიც აერთიანებს სოფელს. ზოგჯერ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, ქართულ საგნებს ბერძნულ სამზარეულოზე პრეზენტაციას აკეთებენ. ეს კიდევ ერთი გზა ახალგაზრდების კულტურულ აღზრდაში. დღეს, როდესაც ახალგაზრდები წალკას ტოვებენ და ქალაქებში ან საზღვარგარეთ მიდიან, ადგილობრივები ცდილობენ ბერძნული კულტურა დაივიწყონ. სკოლაში ბერძნული ენის გაკვეთილები, ფესტივალები და კულტურული პროექტები სწორედ ამისთვის ტარდება. ეს ქმნის ერთგვარ ბალანსს. ახალგაზრდები მსოფლიო გამოცდილებას იღებენ, მაგრამ რჩებიან დაკავშირებული თავიანთ ფესვებთან. ბერძნული კულტურა წალკაში თავისთავად სერიოზული გაკვეთილია ჩვენს შემოქმედებით ცხოვრებაში. ის გვასწავლის, რომ კულტურული მრავალფეროვნება არ უნდა იყოს ბარიერი. ის შეიძლება იყოს საშუალება უკეთეს ურთიერთობებზე, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე და მომავლისთვის ძლიერი საფუძვლის შექმნაზე. მე ამით გემშვიდობებით დღეს ჩვენს გადაცემაში და შემდეგ გადაცემაში შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა, რომ გვისმენთ და დროებით.